მესენჯერში ხმები მე ფაციან ზარებს არასოდეს არ მოუწოდებ ხოლმე მაყურებელს თუ უნდათ გამოუშვებენ თუ უნდათ არ გამოუშვებენ იმიტომ რომ მერიდება ხოლმე და მესენჯერში ძალიან გთხოვთ ვერ დაიხალოთ იმიტომ რომ რადგან აქამდე მოვედი ამდენი ვიწვალე მართლა ამდენი ტალახი მივიღე და უფრო მინდა ჩემი სიმართლე ხალხმა დაინახოს და აი ჰაუში დავანახო ყველას რომ ხალხმა სიმართლე დაინახა not found კარგად ვარ შემართებით თქვენ როგორ ხართ 304-ით მთავრდება ჩემი ნომერი მეგობრებო 03 არა 03 900 304 ესეა ხო მოკლედ 304-ით მთავრდება ჩემი ნომერი მეორდება ხო რატო ვისთან შევრიგდით ბავშვებო ლელუკალების ქალი მადლობა ძალიან დიდი Steven ვინმე ვისთან შევრიგდი შენ ხარ ადამიანი პრობლემას ამართა დიდი მადლობა ეს როცა წყარებს ლანეშკა ვერ წავიკითხე შენი ქუთაისელი შემოდიან პროექტში არ ვიცი მუზებთან არა შეგების რა გვეტყობა მეგობრებო უბრალოდ მე იმ მომენტში გულწრფელად ვიესაუბრე მათ თუმცა თინათინი მე გავიდა და ბონდოსთან მოკლედ ილაპარაკა და რა ვიცი რა აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი სადღარ ახლა მივდივარ კაბაზე ლამაზეს კაბაზე უმაგრეს გოგოებთან ტყუპები დები დიზაინერები რო არიან მაიდრესში მივდივარ და კაბაზე მე შემიკერეს უმაზესე ხო და ეს კაბა უნდა მოვისი ჩავიცვით მე წავიდე რუსთავიორში ლამაზეს ხარ ძალიან დიდი მადლობა ძალიან განაზდიო აი რა უბრალოდ საკუთარ თავს დავუბრუნდი ნელა ვუბრუნდები საკუთარ თავს და პროექტს გარეთ ხშირ შემთხვევაში უკვე ყოველთვის ესაც ვნახავთ ხოლმე დღეს არის ლაივი კი დღეს იმედია ჩვენ შენთან ვართ უღრმესი მადლობა მიყვარხართ მაძლიერებთ ხალხო მართლა არავის ალგურ შემატკივრობ მაგრამ ხვდები რომ მოზებს ძალიან ზედმეტი მოздით ამ ეტაპზე ლეგო მართალი ხარო ძალიან დიდი მადლობა ლელო დღეს დედაჩემა და ჩემმა და მგნახat ბაქრაძეზე მანქანით იყავით შენ და დიესა ლელო ხარ უღრმესი მადლობა ლელო გამარჯობა გუშინ შენი რეპოსტი ვნახე მოზებზე რო იყო რომ ისინი იყვნენ ოსები ძალიან შეგეშალაო არა ოსებზე არ არის ხალხნო აქ საუბარი მაგისთვის არ ყოფილა ეგ რეპოსტი საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს ვინ ოსია ვინ ქართველია ვინ სომეხია მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს რეპოსტი ეძღვნებოდა იმას რომ თინათინს კონკრეტულად დიდი გამოცდილება აქვს ტელევიზიაში მუშაობის სიუჟეტების დადგმის თან რუსულ ტელევიზიაში წარმოგიდგენიათ იქ რომ მიგიღონ რამდენი რამე უნდა და თან იქ რო დგამენ, რასაც დგამენ ეს იყო რომ უბრალოდ თინათის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კამერებთან მუშაობის, ტელევიზიებთან მუშაობის, სიუჟეტების აწყობის, დადგმების და ამაზე იყო ხაზი გასმული თორე ოსი რომ არის ვინმე ჯერ საერთოდ არც ვიცი, მაგრამ გინდოსი იყოს გინცომეხი რა მნიშვნელობა აქვს მაგას ხო არა ეს იყო რეპოსტი მაგისთვის გაკეთებული რომ უბრალოდ ხალხს ენახა რომ ანუ ჩვენ ვართ მართლა სულელები იქ მყოფი ადამიანები და მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსულ ტელევიზიაში საინფორმაციოში რუსულ პრეზიდენტს იმაშვებოდა რა ქვია ყველამ კარგად იცით როგორ ამკობენ იქ ტელევიზიებში და დემოკრატია რო საერთოდ არაა და შესაბამისად გამოცდილება აქვს უბრალოდ კამერებთან მუშაობის ძალიან კარგი და ამას ეძღვნებოდა ჩემი რეპოსტი თორე ხო გეუბნებით რა სისულელია რა ოსი რა სომეხი რა თათარი რა მნიშვნელობა აქვს თუ ამ პროექტს არ გაიმარჯვებ მე ვერ წავიკითხე მოიცადეთ ჩემი ხო შენ დიდი მადლობა რომელიც ლაივი არის 22 საათზე მეგობრებო ლელო მიყვარხარ მეც მიყვარხარ დღეს ფიქრობ შენი და მუზევ შორის შანსი არის შერიგები ჩემი აზრით მეფეს მხრიდან არის ეს რა შანსია ბავშვებო მუზები გასპამეთო რატო უნდა გასპამეთ
მოგვიყვამოთ ჩემს ლაივში მუზები ვერ გავიგე. რა სიბოროტია. აი ესეთი ბოროტი გულშემატკივარი არ უნდა ყავდეს არავის ჩემი აზრით და მე რომ მოგაყენებთ და უბრალოდ გეტყვით იმას რომ მიმდევრები ხართ. არ გეწყინოთ შემოსაყვარლობა, იმიტომ რომ სექტა ხართ ჩვეულებრივი, ვინც ბოროტებებს აკეთებთ. როგორ ხარ? კარგად ვარ მეგობრებო, თქვენ როგორ ხართ? ძალიან მაგარი ხარ, უგრმესი მადლობა. სკვლავი, ლელუშენი ფანი ვარ, ვაიმე ბაფრენ თქვენზე ხალხნო, ისე სწრაფად ადის მესიჯები, რომ ვერ ვკითხულობ. კაბა არის კრემისფერი. ისეთი ლამაზი, პროსტა, ისეთი ლამაზი, აი მე ამსახავს. ძალიან ნაზი და ლამაზი კაბა. ჩემთვის მე ჩემ თავში სარკეში ვიყურები, ეცი ვხედა და სხვები არ ვიცი, შეიძლება სხვანაირად ხედავთ. კარგად ვეკითხულობ. მარტო გულებს ხედავ ახლა და ამას რა ქვია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მართლა თითოეული SMS-ისთვის, თითოეული ზარისთვის და ხმისთვის უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან გაფასებთ და ვამაყობ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე მყავს ჭკვიანი გულშემატკივარი. ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც ყავს ჭკვიანი გულშემატკივარი. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ იქნება ჩემი გულშემატკივარი, თუ ჭკვიანი არ ხარ, თუ ყველაფერს არ ჩაწვდი და არ გაიგე, ან ჩემი საუბარი არ გაიგე და აზრი ვერ გამოიტანე, ანუ ფიზიკურად ვერ იქნება ჩემი გულშემატკივარი, ანუ მხოლოდ ჭკვიან ადამიანს შეუძლია ის ყველაფერი დაინახოს, როგორც ფარავენ და ფუთავენ რეალურად სხვანაირად ამ ყველაფერს, ასე რომ კი, მე მყავს ძალიან ჭკვიანი გულშემატკივარი და ვამაყობ თქვენი და ჩემთვის პატივია, რომ ესეთი მოაზროვნე ადამიანები ჩემი გულშემატკივრები არიან. თავიდან შენი ფანი ვიყავი და მე უკვე აღარ, მაგრამ ახლა უკვე კი ღამეებს ვათანებდი, რომ ხმა მომეცაო. დიანა, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა ხალხო. ლელუ გიჟდები შენზე დღეს აუთსაიდერები. დღეს ყველა აუთსაიდერები ვართ მეგობრებო. რაღაც მინიმუმ 5 ფევჯერ დაჭერა ჭკვიანი და კი ენინი ჭკვიანის დეფინიცია არ ვიცი შენიც თუ არა, მაგრამ კი ჭკვიანი ადამიანები, საერთოდ ჭკვიანი ადამიანები ჭკვიანი ადამიანებს გულშემატკივრობენ. იო. შენ გულწრფელობა უკვე დავინახეთო, მიხარია თუ დაინახეთ. ჩოკაიჩეჩე ვერ ვიცეჩებ ხალხს, ანუ დრო არ მაქვს, ჭხილები გავიკეთებ მხოლოდ. დრო არ მაქვს, რომ ან თმაშე ვიღებო, ან ჩოლკა გავიკეთო. აი რაღაცა იმკრეთ არ ვიცი რა, მაგრამ ნახოთ ან დღეს დამთავრდება ჩემი პროექტი ყოფნა, ან ერთ კვირაში უკვე ყველა ვარიანტში. მონდა ძალიან დაფუხმილია ზურას ძმაზე, რომელიღაცა მუზას უთხრა ეს რატო მოვიდა. ბონდო საერთოდ ვინ ეკითხება, ვინ მოვა და ვინ წავა, ბონდო მონაწილეც კი არ არის. სტუმარია შემოსული, ასე რომ ჯობია დაკმაყოფილდეს იმით, რომ საერთოდ კიდევ ერთხელ დაუძახეს ამ პროექტში და შეირგოს და ეს შანსი გამოიყენოს. შეგიძლიათ ამოჭრათ და გადასცეთ ეს ვიდეო. შენთვის ხმა მომიციო. ძალიან კარგი. მეც მიხარია, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ამას მიწერთ, მე ხმას არასოდეს არ მოცემთ. დამიჯერეთ, მე არ მჭირდება ისეთი მოგება, რომ აი ესე მიმდევრები მყავდეს და ჩემი სიმართლე ვერ დაინახონ. მე მჭირდება ჭკვიანი გულშემატკივარი და 10 რომ იყოს ეს ადამიანი, 10 ჭკვიანი ადამიანი, აი მაგითაც კმაყოფილი ვიქნები და ძალიან მინდა რომ აუცილებლად პირადად გავიცნო ყველა ჩემი გულშემატკივარი. აუცილებლად მოვა მაგის დრო. მე მინდა ძალიან ეს, იმიტომ რომ ვიცი როგორ უწევთ ახლა და ვიცი როგორ არიან, იმიტომ რომ მაქვს კონტაქტი ჩემს გულშემატკივრებთან და აი ამას რასაც თქვენ აკეთებთ, არ ვიცი, სრულიად უცხო ადამიანისთვის მართლა ბრავო, ბრავო. შტები შენზე ლელუ
მოგისურვებ ფინალში გადახვიდეო. მადრიდის და უღრმესი მადლობა. თაისალები იქნებიან თუ არა ლაივზე, მე არ ვიცი მუზებს უნდა გითხოთ მეგობრებო, მე კი მაბრალებდი რომ ქუთაისელებს შეეკარიო და რა ვიცი რა არ დამაბრალეს და ამიტომ გამიგდო ხალხმა, მაგრამ რა ვიცი, აბა თუ გონია რომ შენი მეგობრები ერთმანეთს შეეკრენ, რანაირად უნდა ხვდებოდე ქუთაისელებს და ესაუბრებოდე და კარგ ურთიერთობაში იყო მათთან, ხო? ანუ ლოგიკური არ არის, ხო? შესაბამისად ეს იყო უბრალოდ დადგმული თემა ხალხისთვის, თორე თემა ხალხისთვის, თორე